მაგარი სეილსმენი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ აი ეს სტრატეგია ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის მოამზადოს. პირველი ბიზნესი რო გავაკეთეთ, მე და ჩემო მეგობრებმა, ეგ იყო 2006-7 წლები რა. დავით კენჭაძე, ადამიანი, რომელმაც ბრენდი პირად პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით განავითარა, ბიზნეს ლიდერი და მენეჯმენტის ექსპერტი. კენჭაძე ჯგუფის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ერთ-ერთი უმსხვილესი დასაქმების პლატფორმის შემქმნელი. სტარტაპერი პოდკასტში გაყიდვების ანატომიაზე ისაუბრებს. სულ ვეძებ პრობლემებს, ანუ სულ ვუსმენ ხალხს, რაზეც უწმობს. უნდა ფლობდეთ ცოდნას და მეთოდოლოგიებს, რომლებიც არის გაყიდვების და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ბევრი უნდა ივარჯიშო ამის აწყობაზე, რომ ეს დაამუღამო. რატომ უნდა იყოს შენი პროდუქტი და არა სხვისი. სტარტაპერი პოდკასტის წარმდგენია ფიფლია, შენი ბიზნესის საიმედო HR პარტნიორი. ყველა მეწარმემ ოდესღაც 0 წერტილიდან დაიწყო ათვლა და ახლა ლოკალურ ან გლობალურ მწვერვალებს იპყრობს. სტარტაპერი პოდკასტი აერთიანებს იდეებს, ადამიანებს, მეწარმეებს, ვინც უკვე ამ გზას გადის და მაყურებელს, რომლისთვისაც ეს გზა ძალიან საინტერესოა. თუ შენ ხარ ბიზნესის მფლობელი და გსურს, რომ შენი ბრენდი ასოცირდებოდეს წარმატებულ ჯანსაღ სტარტაპთან, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი, დაგვიჭირე მხარი ამ წამოწყებაში და გახდი სტარტაპერი პოდკასტის პარტნიორი. შენი ღირებულებები, შენი კომპანიის ბრენდის წარმატების საწინდარია. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი სტარტაპერი და მე მისი წამყვანი მარიამ დემურაშვილი. მადლობა რომ გვიყურებთ. დღეს სტუმრად გვყავს ძალიან საინტერესო ადამიანი, ბიზნეს ლიდერი, მენეჯმენტის ექსპერტი, კენჭაძის ჯგუფის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი დავით კენჭაძე. მადლობა დავით მოსვლისთვის. და ესე იგი, ესეთი ტრადიცია გვაქვს, ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე ერთი კონკრეტული კითხვით, ვინ ხარ, რა გინდა და სად მიდიხარ, ამით ვხსნით ხოლმე ესე ვთქვათ თემას, სტუმარს და იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გიცნობს და ეხა წლებია ესე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობას ეწევი და ცნობილი სახე ხარ, შენი გვერდების, შენი ბიზნესების სახე ხარ ფაქტიურად და აქტიურად ჩახარ სოციალშიც. მინდა რომ შენ შესახებ 1-2 სიტყვით მოყვე. აი იმ ჭრილში ვინ ხარ? კაი. მადლობა მოწვევისთვის. ვინ ვარ? ხო, ალბათ, არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რა. ანუ არ მიმაჩნია რომ რაღაც თვალსა ესეთ განსხვავებული ვარ. არა, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც აქვს თავისი მიზნები და უყვარს ამ მიზნების მიღწევა რა. და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ პრინციპით ვცხოვრობ და ამ პრინციპით ვაპირებ რომ ვიცხოვრო. ნუ ჩემი თავარი იდეა არის ეგეთი რა, რომ რასაც ვაკეთებ ერთი იდეის გარშემო, ეს არის შევქმნა გარკვეული შესაძლებლობები, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ სხვა ადამიანები. ამიტომ გამოიყენე შესაძლებლობები, ეს არის ასე თქო ჩვენი მოწოდება რა, იმიტომ რომ შესაძლებლობები ძალიან ბევრი არსებობს ჩვენს გარშემო, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად მაგას ვერ ვნახულობთ რა. ამიტომაც ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას კარგავს რა. ხო და ნუ საბოლოო ჯამში მიზანი არის, რაც შეიძლება ბევრ ქართველს დავეხმაროთ იმაში, რომ მან მათ უბრალოდ გამოიყენოს შესაძლებლობები და ცხოვრება გახდეს მათი უფრო უკეთესი რა. ანუ საბოლოო ეს თქო დიდი მიზანი არის ეგ რა, უბრალოდ დავეხმაროთ ქართველებს რა და ყველაფერს რაც ვაკეთებთ, პრინციპში ამ ერთი იდეის გარშემო არის გაერთიანებული და რასაც გავაკეთებთ მომავალში, აქაც იგივეს ვფიქრობთ რა. კი ბატონო, ღირებულებებზე გავდივართ, მაინც საბოლოო ჯამში ესე გამოდის. ანუ შინაგანად რა ღირებულებებიც გაგაჩნია, იმის მიხედვით ეწყობა მერე დანარჩენი შენი ცხოვრება. ეხლა მე ჩემთან ეს მოდის უკავშირის ნაწილში. ძალიან კარგია. და გადავიდეთ პირდაპირ დღევანდელ საკითხზე, რაც ჩემთვის არის აი ძალიან საინტერესო. და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა დღესდღეობით საქართველოში არის გაყიდვების მენეჯერების პოზიციაზე. ანუ გაყიდვები გვიჭირს, ქვეყანას უჭირს გაყიდვები და ბიზნეს უჭირს გაყიდვები. მოდი ესე ვთქვათ. პირველი კითხვა იქნება ის, მე თუ მინდა რომ დავაგენერირო 500,000-ის გაყიდვა 6 თვეში, ამისთვის რა უნდა გავაკეთო პირველ 30 დღეში?
ჯერ კარგი პროდუქტი შექმნა მანდ დავიწყოთ რა. იმიტომ რომ არ შეიძლება, ანუ ზოგადად როგორ არის, ბიზნესი არ შეიძლება გააკეთო ისე რომ ეს ბიზნესი მუშაობდეს რაღაცა ცოტა ხანი, არ ვიცი, რაღაცა საინტერესო აქციები ან პირობები მოიფიქრო და გაყიდო და მე გაქრე რა და უამრავი ეგეთი ბიზნესი არსებობდა საქართველოში დღეს აღარ არსებობს, ეხლაც არსებობენ ეგეთები, მაგრამ გაქრებიან რაღაცა ეტაპზე, იმიტომ რომ აფერისტობით ესე ვთქვათ, არ შეიძლება ბიზნესის გაკეთება. ანუ თუ ბიზნესს აკეთებ, თუ გაყიდვა გინდა, პირველი რაც უნდა გქონდეს კარგი, ეს არის პროდუქტი რა და პროდუქტის თვალსაზრისით შენ პროდუქტს უნდა გქონდეს რაღაცა მთავარი იდეა, რომლის გამოყენება შეგიძლია შენს საუბარში, შენს პოტენციურ კლიენტთან რა. ანუ სულ არის სამი რაღაცა. ან უფრო იაფი უნდა გქონდეს, ან უფრო უკეთესი ხარისხის უნდა გქონდეს, ან უფრო სწრაფად, ან კომფორტულად უნდა შეძლო ამ პროდუქტის მიწოდება. ნუ თუ არ არის საუბარი ნოუ-ჰაუზე და თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად ისეთ პროდუქტზე, რომელსაც რაღაც კონკურენცია აქვს რა. ხო, ან ერთი, ან მეორე, ან მესამე არის. შეიძლება ორი ერთად გააკეთო. მაგრამ თავარი არის რა, რომ აი ძალიან მარტივია. ნახე, მიდიხარ შენს პოტენციურ კლიენტთან, ზის შენ წინაშე და კითხვას გისვავს. რატომ უნდა ვიყიდო შენი პროდუქტი და არა სხვისი? და ეს უნდა შეძლო ისეთი არგუმენტებით ამისი ახსნა, ძალიან მარტივად თქვას, რომ ოკეი, ანუ ამას თუ ვერ ახსნი, ხო, ესე იგი, ნუ ერთი რომ არ იცი გაყიდვები და მეორე ის რომ პროდუქტი არ გივარგა რა. იმიტომ რომ პროდუქტი თუ არ გივარგა, შეგვიძლია ვიღაცები მოატყუო. ხო, იმიტომ რომ ცუდი პროდუქტის თუ გაასაღებ, ესე ვთქვათ, ხო, ეს ტყუილი არის. ამიტომ პროდუქტი უნდა იყოს კარგი და ოღონდ ამ პროდუქტსაც ჭირდება კარგი გაყიდვა, იმიტომ რომ თუ პროდუქტი არ ვარგა, ისე პროდუქტი კაია, მაგრამ შენ გაყიდვა არ იცი, ნუ ლოგიკურია, მაინც ვერ გაყიდი რა. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის ეგ, რომ უბრალოდ კარგი პროდუქტი შექმნა. ხო, თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ შეიძლება ძალიან მაგარი პროდუქტი გქონდეს. ამ პროდუქტის შესახებ, ან ბევრმა არ იცოდეს, ან არ იცი როგორ გაყიდვა ეს პროდუქტი და ხარ ესე ამ შენი პროდუქტით ჩახუტებული და ვერ მიდიხარ წინ. აი, ეს პირველი ნაბიჯი რა არის? პირობითად, მე ვარ დამფუძნებელი, მაქვს გასაყიდი სერვისი. რა არის ჩემი პირველი ნაბიჯები ამ გზაზე? იცი რა არის, ანუ მე მაგალითად ყველას ურჩევ რა, ეგეთ რამეს რომ მინიმუმ, როდესაც შენ აკეთებ შენ ბიზნესს, ხო? პირველ რიგში იფიქრე ჯერ იმ ცოდნის მიღებაზე, რომელიც შენ გჭირდება, რომ ეს ბიზნესი გქონდეს წარმატებული. იმიტომ რომ როგორ არის, უცბად რო გითხრა, ერთ პატარა იდეას რა, შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალოს, ასე ვთქვათ, შენ საქმიანობაში რა. ანუ თუ იდეას არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ შენ ვიღაცის იდეას გაიგებ, არამედ თან ისწავლე და თან გამოიყენებ. თუ ამისი გაკეთება შენ შეგიძლია რა, მაშინ ძალიან მაგარი ხარ რა სინამდვილეში, იმიტომ რომ ანუ ბევრად უფრო უკეთესად გაყიდი იმ პროდუქტს, თუ შენ ისინი გაქვს, თვისებები გაქვს, რომელიც ხობს არა აქვთ რა საბოლოო ჯამში. ხო, ამიტომ პირველი ნაბიჯი არის ყოველთვის ცოდნის მიღება. თუ არის შესაძლებელი, რომ ერთმა ადამიანმა გაყიდოს პირობითად დამფუძნებელმა, რამდენად უნდა იყოს კომპანიის დამფუძნებელი ჩართული გაყიდვებში, თუ უნდა დაადელეგიროს? გააჩნია. როდესაც ეხლა ეს უკვე ვეხებით მენეჯმენტის თემას რა. მენეჯმენტის თემას ახლა ეს ხო ბუნებრივად ჩემი სფერო არის, აქ ყოველთვის პასუხი არის გააჩნია. იმიტომ რომ ბევრ გარემოებაზე არის დამოკიდებული, ანუ ზოგ შემთხვევაში უნდა გაყიდოს, ზოგ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს. ნუ მოდი ვთქვათ, როდის უნდა გაყიდოს რა. პირველ რიგში თუ ეს არის ისეთი პროდუქტი, რომლის პოტენციური კლიენტების რაოდენობა არის, რა ვიცი, 200. ამდენს გინდა იმდენი ეგეთ პროდუქტი არის, ანუ თუ 200 ტიპი არის, რომელიც არის შენი პოტენციური მყიდველი, ხო? მაშინ შენ უნდა იყო salesman. შენ უნდა გახვიდე კონტაქტზე, შენ უნდა დაამყარო პირადი ურთიერთობები აი ამ 200 ადამიანთან. მაგრამ თუ არის რაღაცა სხვა ტიპის მოცემულობა, ხო? მაშინ შესაძლოა ჯობდეს, რომ დიდი გუნდი ყავდეს და იმ დიდი გუნდით გააკეთო ეს ყველაფერი რა. ან კომბინირებული არის, გააჩნია არის ყოველთვის რა, იმიტომ რომ
ეს არის ჩემი მოსწავლეები ძალიან ხშირად ცდილობენ ხოლმე რომ დასვან შეკითხვა რომ აი ეს ჯობია თუ ის ჯობია ეს უფრო დიდი ჯობია რომ იყოს თუ უფრო რაღაც მაღალი შედეგი აქვს და ასე შემდეგ და არ არსებობს ან მენეჯმენტი არის ზოგადად ხელოვნება ანუ ხელოვნება იმიტომ არის რომ იქ არ გაქვს შენ შეზღუდვები რა რაღაც გაიდლაინები და წესები არ აქვს და შეიძლება ყველაფერი მოიფიქრო რა ხო აქედან გამომდინარე ეს უბრალოდ საკითხი არის რა რომ ხან ისე ჯობია ხან ასე ჯობია რა შენ გაქვს პირადი ბრენდი ამ ბრენდს აშენებდი წლების განმავლობაში ყოველ შემთხვევაში გვერდიდან ესე ჩანს შემომეშენა ქვია მაგას ხო მე ვუყურებდი შენ ძველ ვიდეოებს წლების წინ შეიძლება 10 წლის წინ გადაღებულ ვიდეოებს სადაც შენ საუბრობ აი სტანდარტულ გარკვეულ საკითხებზე როგორც მივხვდი ხარ დამწყები მაგ პერიოდში და საკუთარ თავსაც ტესტავდი აი ეს რაღაცა რომ გინდა რომ გამოანათო და გამოჩნდე და ადამიანებსაც შესაბამისი სარგებელი მისცე, ხო? რა ისწავლე პირადი ბრენდის შენების დროს და რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ეს გაყიდვაზე საბოლოო ჯამში? ეცი რა არის ადამიანებს უნდათ ადამიანური ურთიერთობები ხდება. და ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ჩემი უპირატესობა ხა სხვა იმ სფეროებში, სადაც მე ვარ, ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის არა ის, რომ მევჩან ვარ, არამედ ის, რომ მე ვიღებ პასუხისგებლობას და პირდაპირ ეგრე არის რა, რომ ჩემ პოვნა საერთოდ არ წარმოადგენს დიდ სირთულეს ყველგან წერია ეს ჩემი ნომრები. ხო და ანუ ნახე თუ ჩვენთან რაღაცა ტიპის პრობლემა აქვს რა, იციან ვის უნდა მიმართონ და მე ვარ ეს ადამიანი, რომელიც ამ დარტყმას ვიღებ ჩემს თავზე. და იმ პრობლემას მოუგვარებ რა და ახლა შესაძლოა შეიძლება წავიდეს და რაღაცა ლამაზი სახელის მქონე კომპანიასთან შეიძინოს რაღაცა პროდუქტი, მაგრამ აზზე არ არის იქ რა იქნება და საერთოდ მისცემენ თუ არა შესაბამის პროდუქტს ან ისეთი ხარისხის იქნება თუ არა და აქ მე ვარ და როცა ადამიანთან აქ ადამიანს ურთიერთობა ეგ ბევრად უფრო სასიამოვნოა უფრო მარტივად ყალიბდება ნდობა და შესაბამისად აი ეს არის რა ანუ თან ეს ბრენდი გაქვს რა ხა ბრენდის შენებას ეს არა აქ არ მარტო ვიდეოების დადება არ არის პასუხისგებლობა არის რომ რაღაცები არ შეგეშალოს ან რო შეგეშლება უცებ გამოასწორო ეს ყველაფერი რა იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება რა და ნუ ესეთი ჩელენჯური იყო გამომივიდა ეს ყველაფერი და რაც შეხება ძველ ვიდეოებს იცი რა არის ანუ როცა სტარტაპში ხარ გადასული, როდესაც შენ რაღაცებს სწავლობ, ანუ ეხა აბსოლუტურად იმ ვიდეოებზე მეც მეცინება რა რაღაცებს ისე ვხსნიდი. თუმცა იცი რა იყო, მაშინაც ვატარებდი ტრეინინგებს, ძალიან ბევრი ადამიანს მაშინაც ჭირდებოდა ეგ ცოდნა, რასაც მაშინ გავცემდი და ეხა როგორ ამაკეცემ გულწრფელად რო გითხრა, ანუ შეიძლება 3-4 თვეში ერთხელ რაღაც მიდგომებს ვცვლი. ანუ ეხლა რასაც მოგიყვები კიდე იქნება რაღაცა მეთოდოლოგიაზე საუბარი რა რომელიც ახალი მეთოდოლოგია მაქვს მაგალითად გაყიდვების და მოლაპარაკებების ჩატარების რომელიც ეხლა მიმაჩნია რომ არის ყველაზე ეფექტური. აბა ეგ პირდაპირ მოყვე ხო იცი რა არის ანუ სხვადასხვა მეთოდოლოგიები არის რა ზოგადად და სხვა ჩემის რა არის იცი რომ მე ხო მასწავლებელი ვარ უკვე 21 წელია რაც ადამიანებს ვასწავლი და ესემა ძალიან მიყვარს ამ სიამოვნებს ხვდები რა ადამიანი მე რა წარმოტებას აღწევს ამ ჩვენს ბედნიერება არის რა ხო და სულ რას ხედავ ვიცი რომ ადამიანებს უჭირთ სწავლა ანუ უჭირთ რა ამიტომ ვცდილობ რომ მე მოვიფიქრო გამარტივების მეთოდები რაღაცა უფრო უკეთესი მეთოდოლოგია რომ კიდე უფრო მარტივი გახდეს ამ ქართველებისთვის ესე ვთქვათ იმ რაღაც ცოდნის საფუძველზე გარკვეული შედეგების დადება. ამიტომ ეს არის ესე ვთქვათ ჩემი ერთ-ერთი ჩელენჯი არის და აქედან გამომდინარე სულ ვცვლი მიდგომებს და სულ ვანახლებ რა და ნუ აბსოლუტურად იმდენაირი რაღაცა გამოვლილი რომ აი არ იცი რა. ხო და ეხა მაგალითად აი მოლაპარაკების თემაში ხო ჩემი დღევანდელი ხედვა ესეთი ერთ წლის მერე შეიძლება სხვა რაღაცა გითხრა რა მაგრამ დღევანდელი ხედვა რაც ყველაზე მეტად მომწონს ეს არის რა იცი ეს არის მოლაპარაკების სტრატეგიის დაგეგმარება და მისი თავიდან ბოლომდე ისე მართვა როგორც შენ გინდა ოღონდ მანდ არის იდეა რა იცი რომ ნახე და კიდე მეორე ნაწილი რა არის რომ აი მაგალითად ვიღაცას მიდიხარ რაღაც მოლაპარაკებაზე რა უნდა შეძლო ოღონდ ეხლა მე რასაც გეუბნები ეგ არის არაფერი ამის გაკეთება არ რთული თორე იდეა არაფერი არ არის რა ნახე დასპლიტვას აკეთებ
თვითონ მოლაპარაკების პროცესის რა. ხო? რისგან, ნახე, ეტაპებისგან რა და მთელი იდეა რა არის, იცი, რომ ყოველი მოლაპარაკება გაყიდვის თუ ნებისმიერი სხვა თემის, რომელსაც შენ ატარებ, უნდა წაიყვანოს შენ ჭკუაზე. ოღონდ ხა ესე კი არ უნდა თქვა წინასწარ რომ შენთვის უნდა იცოდე რომ ეგრე მიყავს რა, ანუ შენი პროფესიონალიზმი ეგ არის. ნახე რა არის, იქ არის ეტაპები არის რა. რომ რაღაცა ეტაპებზე უნდა გაიარო და რაღაცეები უნდა შეათანხმო მეორე მხარესთან. კი არ მიყიდო, ნახე? იმიტომ რომ გაყიდვები არ არის. ანუ დღეს ადამიანებს შორის ურთიერთობა არ არის გაყიდვები, არის სულ შეთანხმებები არის. ანუ რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ. ოღონდ ეს შეთანხმებები სინამდვილეში არის რამდენი, იცი, ერთ კონკრეტულ მოლაპარაკებაში შეიძლება იყოს 15 საკითხის შესათანხმებელი. ოღონდ შენი ამოცანა რა არის, იცი, რომ კარგად ჩამოაყალიბო რომელი 15 საკითხი არის შესათანხმებელი და რა თანამიმდევრობით არის შესათანხმებელი ეს საკითხები, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი არის. და აგრეთვე რა არის ხოლმე, იცი, რომ ხშირად ამ გაყიდვების ან მოლაპარაკების პროცესში, ანუ ელოდებიან წინააღმდეგობებს. ისე კაი პროდუქტი გაქვს, მაგრამ შენ ფასი ძვირია რა. ხვდები, ახლა როცა იცი, რომ ეგ წინააღმდეგობა მოდის, ხო? კითხვები რაც მოდის, ის კითხვები მეორე მხარეს არ უნდა ათქმევინო. არამედ შენივე სტრატეგიაში უნდა იყოს, ანუ შენი ესე თქვა და ის ხო გეუბნება არა ძვირია რა, აუ ძალიან ბევრი დრო ჭირდება ამას, ხვდები? შენ როცა გეუბნება მეორე მხარეს, რომ ძალიან გეწინააღმდეგება, ხო, წინააღმდეგობა რატო ქვია, როცა გეწინააღმდეგება, მან და კიდე რაღაც ის ემოციური მომენტი რა, რომ თან გეწინააღმდეგება, თან რაღაც უსწორდება, რომ აი ამაში გამოგიჭირა რა და არ უნდა მისცე ამისი საშუალება, იმიტომ რომ ამ დროს ემოციურად სხვანაირად არის განწყობილი და არ არის მიმყოლი, ანუ არ დაგეთანხმება, ხვდები, ანუ დიდწილად თან გააჩნია კიდე ტიპებს როგორები არიან, რომ არა ჩვენ ხო აი ვადებში ვერა გესმის და მე შენ გადადიხარ უკვე ხვეწნის ეტაპზე. არა, როგორ არა ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთო და იმას აძლიერებს რა და ნახე რა საკეთებ. ანუ ის საკითხები, რომლებიც იცი რომ შენთვის პრობლემურია, ან და შეიძლება მეორე მხარემ ესე თქვა დასვას, შენ ეს საკითხები წინასწარ შენივე სტრატეგიაში უნდა გამოიყენო როგორც შენი ესე თქვა მოლაპარაკების შეტევის ნაწილი, ხვდები? ანუ მე მაგალითად ორ მეთოდოლოგიას ვიყენებ რა. ანუ ერთი შეიძლება ეს იყოს, მეორე შეიძლება იყოს ესეთი, რომ მე მაქვს ჩემი შეტევითი სტრატეგია და მაგ კიდე თავდაცვითი სტრატეგია რა. ანუ თავდაცვითი სტრატეგია როგორი არის, იცი, რომ არის თემები, რომელიც მე არ მიღირს რომ ვილაპარაკო ამებზე, მაგრამ მზად ვარ ამ ყველაფრისთვის რა. მზად ვარ, ანუ ისეთ კაი პასუხები ვიცი რა უნდა გავცე აი ამ ყველაფრისთვის და ვერ დამაბნევს და ვერაფერს ვერ მიზამს. და მეორე არის რომ როგორ მივყავს მე საუბარი რა. ეს არის ერთი სტრატეგია, ანუ შეტევა გაქვს და თავდაცვა გაქვს რა. მეორე სტრატეგია არის ესეთი რომ შენ ორივეს აერთიანებ და იმ შენივე მინუსებზე საუბრობ, რაც შეიძლება იყოს, რაც გაუჩნდება შეკითხვა რა. ოღონდ ამას კი არ უყვები, ნახე? არ ცდილობ რომ შეთავაზება გაუკეთო, არ ცდილობ რომ მოაწონო, არ ცდილობ რომ რაღაცა არ ვიცი ემოციები აღუძრა რომ მიდი ხა ანუ გაყიდვას არ აკეთებ გესმის? ანუ ყველაზე მაგარი სეილსმენი არის ის ტიპი რომელიც არ ყიდის და არც ის რომ პრობლემებს უგვარებს, ხვდები, ყველა საკითხზე არ გამოვა რა, ანუ არის რაღაცა საკითხები რომელიც შეიძლება იყოს რაღაც პრობლემის მოგვარება, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი არის ისეთი, რომელიც საერთოდ არ არის პრობლემასთან ასოცირებული რა, ანუ რაღაცა არ მოწონს იმ ადამიანს, ხვდები? და შენი ამოცანა არის ამ შემთხვევაში ეს თემა ისეთნაირად დაალაგო, რომ ეს სტრატეგია გქონდეს, ანუ სწორი თანმიმდევრო, ანუ უნდა იცოდე რა საკითხები უნდა შეათანხმო, როგორი თანმიმდევრულობით უნდა გააკეთო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდე რა, რომ შენ ადამიანთან როცა გაქვს საქმიანი შეხვედრა, შენ მიდიხარ შეთანხმებაზე, ანუ 딜ი უნდა გააკეთო რა. ანუ ყველაფერი არის 딜ი, ყველაფერი. ანუ ხო ისე უყურებენ რომ აი რაღაც გაყიდვები არის გაყიდვები, მოლაპარაკებები არის მოლაპარაკებები, ეგრე არ არის რა. სინამდვილეში ყველაფერი არის გარიგება. და რაღაცას უნდა შეუთანხმდე მეორე მხარეს და თუ შენ ასე უყურებ ამ საკითხს, მიდგომა სხვანაირი გაქვს რა. ხო, მაგრამ მე შენთან მოვედი რომ რაღაც საკითხები გავაკეთო და ჩვენი ამოცანა არის რა, რომ მოდი აი ამ თემაზე შევთანხმდეთ, ანუ ჩვენი საერთო ინტერესები სად არის და ნახე რა არის ამ დროს, ამ პრინციპით რომ მიდიხარ, შენ სხვანაირი დამოკიდებულება გაქვს და შენი ოპონენტი ამ დროს
არ გეწინააღმდეგება გესმის, ანუ ისიც რაღაცა შეთანხმების მიდგომით მოდის რა და შენც როგორ არ გაქცე შეთანხმები და უკან შეგიძლია ყოველთვის დაიხი, იმიტომ რომ შენ ხო გასაყიდად არაფერს არ ხარ მისული რა. ანუ შენ გინდა რომ რაღაცა გააკეთო. ოღონდ მან იცი რა არის პრობლემა? რომ ძალიან ბევრ კომპანიას უნდა რომ მეორე მხარემ უბრალოდ გაყიდო თავისმა თანამშრომლმა უბრალოდ გაყიდოს პროდუქტი რა და ეს უბრალოდ გაყიდოს პროდუქტი არ გამოდის. იმიტომ რომ იმ პროდუქტს არ აქვს რაღაც ისეთი მახასიათებლები, კლიენტს იმ რაღაცას არ აძლევ რა და შესაბამისად მიდიხარ და ვერ ყიდი, იმიტომ ვერ ყიდი რომ იმ კლიენტს რაღაცა შეკითხვები აქვს, რაღაცას გეუბნება, შენ პროდუქტს არ აქვს ეგ მახასიათებელი. ამიტომ არის რა რომ მაგარი სეილსმენი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ესე ვთქვათ, აი ეს სტრატეგია ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის მოამზადოს. მე ამას პრაქტიკაში ვიყენებ ჩვეულებრივად, ანუ ყოველთვის ვაკეთებ აი ამ თემას, იმიტომ დილი უნდა გავუკეთო, ანუ რაღაცა კარგი რაღაცა უნდა გააკეთო და კარგი რაღაცებს უნდა შეთანხმდე რა. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. იქ თანმიმდევრობასაც აქვს რა, რაღაცა თუ ადრე თქვი ან გვიან თქვი, შეიძლება იმუშაოს, შეიძლება არ იმუშაოს რა. ოღონდ ეს არ არსებობს ამის უნივერსალური წესი, ხვდები? ანუ როგორ უნდა იყოს, უნდა ფლობდეთ სოდნას და მეთოდოლოგიებს, რომლებიც არის გაყიდვების და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ბევრი უნდა ივარჯიშო ამის აწყობაზე, რომ ეს დაამუღამო. თუმცა რაღაც მოლაპარაკების მერე შეიძლება მივხვდე რომ რაღაც არასწორი დაგეგმე რა, აუ ეს კი ესე კი არ უნდა გამეკეთებინ, ისე უნდა გამეკეთებინ, ხვდები? ანუ უნივერსალური წესი არ არსებობს, რაღაც სტანდარტი ამის. მაგიტომ ვიძახი რომ ზოგადად ბიზნესი და მენეჯმენტი არის ხელოვნება რა, ანუ ხან ისე არის კარგი, ხან ასე არის კარგი რა. აი ეგ არის მოკლედ მთავარი იდეა, რომელიც არის პრაქტიკაში საკმაოდ რთული გასაკეთებელი. კარგი. ეს სხვადასხვა ის არის, ახლა აკადემიაში ვაკეთებ, ანუ ვაკეთებ რას გამოცდა ჩამობარეთ ამ თემაზე. ანუ ჩემთან თუ შეიძლება ამ გამოცდის ჩაბარებას და დამტკიცებას, როგორ აწყობ ამ სტრატეგიას, რომ ეს არის კაი სტრატეგია, ხო? ნუ მაშინ ჩათვალე რომ პროფი ხარ უმაღლესი დონის რა. მე თუ დამარწმუნე ამაში რომ ეს სწორი არის რა. და ამიტომ ამის მიხედვით ვაკეთებთ ახლა ჩვენ საგამოცდო თემების გამოცდების ესე ვთქვათ მიღებას რა, მიღებას ჩაბარებას. ხო, შემხვდას რაღაც ახალი პროდუქტია და ახალი მიმართულება გაქვთ, როგორც ვიცი, გაყიდვებში და მაგაზე იყო. ხო, სერტიფიცირების თემა გვაქვს რა. მან მეგონი არ მილაპარაკია, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ სერტიფიცირება გაყიდვების მენეჯერს, აი კომპანიას ხო უნდა რომ უნდა კითხვა არა, მე რო ვიყო კომპანია, მე მინდა რომ ჩემი სეილები იყვნენ სერტიფიცირებულები, ანუ მინიმუმ ხო უნდა ვიყო დარწმუნებული რომ მე რომ მყავს ადამიანი, ანუ ეს ადამიანი მაგარია თუ არ არის მაგარი რა. მე რომ ამას ტრეინინგს უტარებ, ხო რა, მაგარია არ არის, ამაში ფულს ვდებ. ამის იმედი რამდენად გრძელვადიანად უნდა მქონდეს, ანუ მაგარი სეილია თუ არა რა. ხო, ანუ ვიღაცა ხო უნდა დაამტკიცოს, ხო და აი ეგ არის რა, რომ მათ შეუძლიათ გაიარონ ეს სერტიფიცირება. ანუ ისწავლონ, გაიარონ სერტიფიცირება და ჩემთან ჩააბარონ გამოსვლა, ჩემთან გამოსვლის ჩაბარება მარტივი არ არის. ანუ რთული არის რა. სამართლიანად ვიქცევი, მაგრამ რთული არის რა, იმიტომ რომ ძალიან კარგად შემილია ესე ვთქვათ ადამიანის ხედვების დაჭერა, რას როგორანაირად გეგმავს და მაქინე გამომდინარე მე კონტრპასუხების მოფიქრება, რომელიც ესე ვთქვათ გაჭედავს რა. ხო და აქედან საბოლოო ჯამში მთელი იდეა ეგ არის რა, რომ ანუ კომპანიებს ჩვენ შეგვიძლია შევუთანხმდეთ იმაზე, რომ რა თუ უნდა რომ იყვნენ სერტიფიცირებული მინიმუმ ან ყავს სერტიფიცირებული თანამშრომლები, ან იცი რომ ამ თანამშრომლთან აზრი არ აქვს. ან თან რა წარმოიდგინე გავუშვი ტრეინინგზე ასწავლე ის და ამან გამოსთა არ ჩააბარა. ანუ რავი, რადგან ეგეთ თანამშრომლები გუნდში ხო? ხო, მესმის რასაც გულისხმობ. კარგი, მოდი გავამარტივოთ და მარტივ კითხვას დავსვავ. ზოგადად ადამიანები ხო ესე ვართ მოწყობილები, რომ რაღაცა მზაპასუხები გვინდა. ნუ ვიღაცა გრძელ გზას გადის, ვიღაცა მოკლე გზას. მაგრამ ორი მეთოდი იმ დროს, როდესაც ვარ მოლაპარაკებაზე, ვყიდი პროდუქტს, კლიენტი მეუბნება, შენი პროდუქტი ძვირია. ორი მეთოდი, რომელიც შემიძლია რომ გამოვიყენო. იცი რა არის, ანუ აი ის მეთოდები რაც არის სტანდარტული, რომ კი ძვირია, იმიტომ რომ რაღაცა ხარისხი აქვს ამდენი და არა, ძვირია და რასთან შედარებით არის ძვირი. ეს არის ხრიკების თემა არის რა, ხვდები? ანუ ეს ხრიკი, ანუ ცოტა გაცვდა რა, ხვდები? ანუ რაღაც ყველა მიცის გონია უკვე ხრიკები, ხო, იმდენი ხანია, რომ თან იცი რა არის ეს, ანუ მენეჯმენტის თვითონ და მის შემადგენელი ნაწილი როგორც გაყიდვები, ანუ იცვლება. ანუ ვითარდება, ანუ ისე არ არის რომ რაღაც გაჩერებულია ერთ ადგილას, ხვდები, ანუ ვითარდება წლიდან წლამდე, იმიტომ რომ მოსახლეობა უფრო მეტი იცის რა, ეხლა ეს რო ხო ძვირია, იმიტომ რომ რაღაცა რა, მაგრამ
მაგალითად, ჩემს შემთხვევაში ეს არ არის ესე, ნახე. მე არ ვცდილობ, რომ ავუხსნა ესე ვთქვათ, მაგ კითხვას არ დავასვემინებ, ხვდები? თუ მე ვიცი, რომ მე ძვირი მაქვს, მე ხო ვიცი ეგ რომ ძვირი მაქვს, იმიტომ რომ ეს ჩემი სტრატეგიის ნაწილი არის, მე შეგნებულად დავადე მას ძვირი ფასი, იმიტომ რომ ჩემი სტრატეგიის ნაწილი არის და რატო ღირს ძვირი მაგას ახსნა მაქვს, ესე იგი, ხო? თუ ძვირი დავადე რა. შესაბამისად, ამას კი არ დაველოდები იმის წინააღმდეგობას, არამედ მე უნდა შევძლო ამისი ახსნა აი ამ ჩემი ესე ვთქვათ შეტევითი სტრატეგიის დროს, აი ჩემ ჭკუაზე რომ მიყავს მოლაპარაკება, მაგ მომენტში უნდა ავუხსნა ეგ თემა და შევუთანხმდე. აი ეს ფასი და ეს ღირებულება რა, რასაც იღებს საბოლოო ჯამში, რომ არის თანხმედრაში კლიენტისთვის, ამაზე უნდა შევუთანხმდე. იმიტომ ეს ფასი ძვირია არის, უკვე აი როგორ იცი, უკვე სანახევრო წასული არის ეს კლიენტი რა, იმიტომ რომ ვერ მიხვდა, ვერ დაიჭირა ღირებულება, ხო? ან შენ გაქვს ფასი არასწორად, თუ შენ გაქვს ფასი არასწორად, მაშინ ვერ ზუსტად გაყიდე. გისმენს? რო შევაჯამოთ, გაყიდვების სტრატეგია არის ის, რომ შენ წინასწარ ემზადები მოლაპარაკებისთვის. ყველა მოლაპარაკებისთვის მიდიხარ მოლაპარაკებაზე და მანამ სანამ წინააღმდეგობები დაიწყება, შენ უკვე ეს ინფორმაცია მიწოდებული გაქვს მისთვის. იცი როგორ არის, არ უნდა, როგორ რაღაცა, იცი, წინააღმდეგობები არ უნდა დაუშვა რა. მაშინ მიყავს მაგრად თემა, რომ ხა რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცა სალაშუა საუბარში რაღაცა გითხრას, რომ აი ვადა რაღაცა არ მომწონს. ოკეი არის, მაგრამ თავარი იდეა არის რა, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა წამოვიდეს მეორე მხარისგან. იმიტომ რომ შენ მიყავს შეხო შეთანხმებას აკეთებ, ჩვენ შეთანხმებას ვაკეთებთ, აქ საწინააღმდეგო არაფერი არ არის რა. ხვდები და თუ ეს მიდგომა გაქვს, მაშინ თუნდაც რომ გაიგეპაროს ეგ შეკითხვა და იმან დაგისვას, რომ ფასი ძვირია რა. მაშინ ნახე რა არის, სხვანაირად უბრუნებ. რომ კი ფასი ძვირია, იმიტომ რომ ჩვენი ხარისხით შესაბამისია, ეგ არ არის პასუხი. ამ შემთხვევაში იცახი რა, ასეცი რომ როგორ ჩანს ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია და ჯერ ვერ შევთანხმდებით და მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ შევთანხმდეთ რა, მოდი რა არის, რომ მე რას გაძლევთ და თქვენ ამ ღირებულებაში ეს თანხა რატო უნდა გადაიხოთ, მოდი ამ საკითხზე შევთანხმდეთ რა. და მე არის რა, რომ ეს უნდა გავუკეთო არგუმენტირებულად უნდა აუხსნათ, თუმცა ჩემი აზრით მაინც ჯობია რომ ეს ყველაფერი წინასწარ გააკეთო, იქამდე სანამ მოხდება ამ თემებზე გადასვლა რა. იმიტომ რომ მე ცოტა გვიანი არის, ხვდები? ამიტომ ძალიან ესე ვთქვათ, ბევრი კომპანია აკეთებს რა, სპეციალურად აკეთებს ბრენდის გაძლიერებას, რომ მომხმარებელს უკვე ქონდეს წინასწარ იმისი მოლოდინი, რომ აქ ფასი უფრო მაღალი არის პირობითად რა, იმიტომ რომ როგორ არის, მარტო გაყიდვა არაფერი არ არის, კომბინირებულია სხვა ყველაფერთან რა. იმიტომ რომ ძვირად თუ გინდა გაყიდო, მარტო პროდუქტს ვერ შექმნი კარგს, ან პროდუქტს უნდა მიაყოლო კარგი operation სისტემა, იმ კარგ operation სისტემას კაი HR ჭირდება, იქ თუ კარგად რაღაცები ვერ დათვალე, პრობლემა გაქვს ბრენდის თემა, სტრატეგიის თემა და მოკლედ თელ ბიზნესში მიდიხარ რა. ადამიანები მოდიან და იცახიან, რომ აი როგორ უნდა გავყიდო მეტი, ვერ ისწავლი ვერასდროს ბოლომდე როგორ უნდა გაყიდო მეტი, თუ შენ არის გესმის თვითონ ბიზნესი როგორ მუშაობს, ხვდები? მარტო ის, რომ მე ახლა მოდი ეს მოგყიდო, დროებით იქნები სეილსმენი რა, აი ეგ არის. საიდან უნდა დაიწყოს ბიზნესმა? დაიწყოს რა? საიდან უნდა დაიწყოს მანამ სანამ გაყიდვაზე გადავა? დაგეგმარება არის პირველი. მანამ გაყიდვამდე ფულის დახარჯვას მანამ დაიწყებს საერთოდ თუ სტარტაპზე გვაქვს საუბარი, ხო? დაგეგმარება არის ყველაფერი. მენეჯმენტი არის დაგეგმარება პირველ რიგში. და ეგ არის შესრულებული საქმის რავი, შეიძლება 60-70%. მე იმის იმპლემენტაცია არც თუ ისე რთული არის რა. დაგეგმარება, ჩვენ რაღაც ახალ პროექტს ვაკეთებთ და ამ ახალ პროექტზე ხა მოვჭით ვებ გვერდის დიზაინის, UX-ის, UI-ის და რაღაც ფუნქციონალის გაკეთებას, ამას დავუთმეთ ყველაზე მეტი დრო რა, ძალიან ბევრი დრო შევცვალეთ. ეხლა ამისი იმპლემენტაცია ამ დიზაინის კეთებისას, ესე ვთქვათ, ჩვენ მივაყოლეთ ოპერაციებიც, ვიცით როგორი იქნება, ესე ვთქვათ, ამ სერვისის და პლუს ვიცით როგორ უნდა გაკეთდეს ეს საიტი, ხვდები და ყველაზე ძირითადი ნაწილი ეხლა გვაქვს უკვე დაგეგმარებული რა. ამიტომ ამის იმპლემენტაციის ნაწილში გაცილებით ნაკლები იქნება, ხვდები ხა ეს როცა შენ სტარტაპს აკეთებ, სტარტაპის მთავარი იდეა არის ძალიან კარგად გათვალო და არა ის, რომ ოღონდ დავიწყო რაღაცის გაკეთება და მერე რაღაცა იქნება.
არ იქნება. სადღაც შეგეშლება რა, ხვდები, ანუ ძალიან კარგი დაგეგმარება ჭირდება მაგ თემას, იმიტომ რომ რაღაც უამრავი ბიზნესი არის, მათ შორის ქართული ხარ დავასახელებ, რომელსაც რაღაც ძალიან სულელური იდეებით, ძალიან ბევრი ფული ჩადეს და არ იმუშავა იმან რა. იმიტომ კი, უბრალოდ იდეა თითქოს კარგად ჟღერს რა, მაგრამ დეტალებში რომ ჩახვალ, იქ არის რაღაც ისეთი წინააღმდეგობები რა, რომელიც არ იმუშავებს, ხვდები? ანუ რაღაც ისეთი თან არის იქ კომპონენტები არის, შეიძლება იყოს ეგეთი რაღაცა, რომ იქ თანამშრომლები ყავს და შენ იქ იმ ნაწილში თანამშრომლების სამოტივაციო სისტემას არ აწყობს სწორედ, ან სტრუქტურას არ აწყობს სწორედ, ან ხვდები? გაქვს დიდი მაგარი იდეა, სისტემას ვერ აწყობ და ამის გამო რაღაცას აფუჭებ. გესმის და ეხლა მაგალითად მე რო უყურებ მაგალითად ჩვენს გაკეთებულ რაღაცა ბიზნესებს, ხო, ჩვენ გვაქვს სხვა ბიზნესებს რომ დაგვასწრეს ამ თემის გაკეთება, იმისგან განსხვავებული რაღაცა თითო კომპონენტი რა. თითო ერთი დიდი კომპონენტი, ესე ვთქვათ, გვაქვს შეცვლილი რა და ნუ რეალურად აბსოლუტურად სხვა მოდელი გამოვიდა, ხვდები? სტარტაპერი პოდკასტის წარმდგენია ფიფლია, შენი ბიზნესის საიმედო HR პარტნიორი. რა არის ის ერთი კომპონენტი, ეხა კონკრეტულად შენ შემთხვევაში კი არა. აი ეს ერთი კომპონენტი ხშირად ამახვილებ ხოლმე ყურადღებას, რომ მნიშვნელოვანია თავდაპირველად სწორი დაგეგმარება. ნუ ეს გამოდის, რომ სწორი ფინანსური მოდელი უნდა გქონდეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი, უნდა გქონდეს სტრატეგია განვითარების და წინსვლის, როგორ მიდიხარ, პირობითად ვიძახი, რამდენი ადამიანით მიდიხარ, ეს ადამიანები რას აკეთებენ. არა, შეიძლება მასე ძალიანაც არ გქონდეს საწყის ეტაპზე, გინდა გითხრა მე ხარ როგორ გამიკეთებია. ანუ არის იდეა და ამ იდეით მივდივარ ჩემს პარტნიორთან, გიორგისთან, გიორგი არის IT-ის ხელმძღვანელი და გიორგისთან მივდივარ და ვიძახი, გიო, აი ეს მაქვს იდეა და ეხა მითხარი რამე ცუდი ამ იდეაზე რა. აბა მითხარი რა არ ვარგა ამ იდეაში რა, რომ ის არის რა, რომ რაღაცა დაიჭირე რა. ახლა კიდე ანუ სხვა გუნდის წევრებიც ყავს რა, ანუ გიო მაგალითად IT-ის თემებზე არის, ახლა თენგო არის მაგალითად ისეთი რისკ მენეჯერი არის, რომელიც ყველაფერში ცუდს ხედავს და შეუძლია რაღაც ისეთ რაღაცაში ცუდი დაინახოს რაღაც ამ პროცესში ან ისეთი კითხვები დასვას, რომ გაჩელენჯებს რა, ხვდები? მიდივარ იქ, აბა მითხარი ახლა ცუდი რა, აბა ჩემი იდეა დაბრიდე რა, ესე ვთქვათ, ხო? ეგ არის. მე ამას რო ვცდები, გადავდივარი გაყიდვების ხალხთან, იმათთან, აბა მითხარით, აბა მეგობრებო, როგორ რა გავაკეთო, მე მარკეტინგ ჩემებთან რა, ხვდები? ანუ ჩემებთან გავდივარ და ვტესტავ რაღაცა იდეას რა. და ეხლა მაქვს ესეთი რამდენიმე იდეა, რომელსაც ხა ჩვენ ვაკეთებთ, ხვდები? და ვცდილობ, რომ აბა დამინგრიეს იდეა. ის კი არა მოგწონს თუ არა რა. ხო იცი, ეს იესმენები რო არიან, ეგეთი არა, მე მჭირდება ჩელენჯი მჭირდება რა. და კიდე მყავს გუნდში რამდენიმე ესეთი ადამიანი, რომელიც ძალიან იცის ხოლმე, რომ აი კრიტიკული იდეით უყურებს ამას და მაგათი აზრები მაინტერესებს ხოლმე მაგ თემასთან დაკავშირებით. მე გავდივარ გარეთ რა, გარეთ გავდივარ უკვე კლიენტებს ვეკითხები, რომ აი ეს რო იყოს, აბა რასიზამ რა ამ იმაში. მე იქ რაღაცა პარტნიორებთან ვიღაცებთან და ბოლოს ახლა ამდენ ადამიანს რო ველაპარაკე კონკრეტულ იდეაზე და ჩემ იდეას ვერ მიკლავენ, ესე ვთქვათ, ვერ მეწინააღმდეგებიან, აუ ესე იგი რაღაცა არის. გამიკეთებია როგორც ეს ხო ერთი პროცესი გამივლია ესე რა. მე რაღაცა ეტაპის მერე, ანუ უბრალოდ რესურსი არ ქონდა, რომ ეს ახალი ბიზნეს იდეა დაგვეწყო, იმიტომ რაღაც სხვა რაღაცას ვაკეთებდით რა. განსაკუთრებით IT რესურსზე მაქვს საუბარი. ხო, მე რა გავაკეთეთ, იცი, მე წავედი უბრალოდ და რაღაც 1-2 თვის მერე ისევ დავიწყე ამ თემაზე საუბარი, რომ კიდევ ერთი თემა იმას კიდე როცა ვერ პოულობ აი ხრელს, რომ რატომ შეიძლება არ იმუშაოს, ეს ნიშნავს რას, იცი, რომ რავი 90%-ის შემთხვევაში ეს ბიზნეს მოდელი იმუშავებს. 10% არის რა, იცი, რომ აი ვერავინ რო ვერ გათვალა, აი ეგეთი რაღაცა ხვდები. ეხლა არა, მაგრამ რომელ მაგალითად ბიზნესაც ეხლა ვგულისხმობ, რომლის შესაძლებლობაც დაფარულად ყვები. ეხლა არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში შეიძლება ვილაპარაკო, იმიტომ რომ იქ რაღაც ისეთი რაღაცა გამოჩნდა რა, აი ცხოვრებაში რო ვერ წარმოიდგენდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პრობლემა. ნუ მართლა ეს პრობლემა მოაგვარეს, მაგრამ რაღაცა ეტაპი გაგვჭედა და ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა რა.
თუმცა ეს არ იყო იმდენად დიდი კომპონენტი, რომელიც გამოუსწორებელი იყო, ხვდები? უბრალოდ რაღაც პატარა ელემენტი იყო და ეს ჩვეულებრივი საკითხი არის, ესე ვთქვათ, როცა ბიზნეს აკეთებ რა. ამიტომ ეს არის ჩემი მიდგომა სტარტაპთან დაკავშირებით. ხო, მე იწყება უკვე დეტალური დაგეგმარება. დეტალური დაგეგმარება არის როგორი ისე უკვე ფინანსების დონეზე მიდიხარ, პროცესების დონეზე მიდიხარ და რა თქმა უნდა KPI-ის დონეზე რა. ახლა მე მაგალითად მიყვარს, არა ვარ ესეთი ქაღალდუმანი რა, ხო ხდება ის ფურცელებში რო ევასებათ ეს ისინი რა ბიზნეს გეგმა დამიწერე და ვიღაცამ რომ ბიზნეს გეგმა მომიტანს 50 გვერდიან, მაგის წამკითხველი ვარ, მითხრა საფცალია მაგისთვის ხდება. აქ სხვანაირი დაჭერა ჭირდება, სისწრაფე არის ახლა აქ საჭირო და ციფრები არის, ციფრებში, ოდესაც შენ ხარ აი მეწარმეობის ის უნარი, როცა გაქვს, მენეჯერული უნარი, როცა გაქვს იმის დანახვის, ხო, აი რაღაც პრობლემაა, აი რაღაცა გასაკეთებელი ასე შემდეგ. ხო, მან უკვე ცოტა სხვანაირად მიყავს საქმე ხდები, იმიტომ რომ უყურებ და ხედავ რა, რომ აი აქ ის არის, აი ესე იქნება და ყველაზე მთავარი რა არის, შენ ვიღაცას ეხმარები რაღაცა პრობლემების მოგვარებაში, გესმის? ოღონდ ეს ვიღაცა შეიძლება აუცილებელი არ არის, რომ კლიენტი იყოს მხოლოდ. შეიძლება ვიღაცა ადამიანი, რომელიც შენი გუნდის წევრი არის რა და მაგალითად ეხა ერთ-ერთი ბიზნეს იდეის რაღაც მონაკვეთს გეუბნები, რომელიც აგრეთვე ესე გვაქვს რა, მაგაზეც მუშაობთ, მთელ ბაზარზე სხვანაირი დამოკიდებულება არის ამ პროფესიის ადამიანების მიმართ. და ჩვენ ამ მიდგომას სულით რა, რომ ესე კი არა, მოდი სხვანაირად მიუდგეთ ამათ და ამათ რაღაცა თავისი სხვა სტატუსი და სხვა შემოსავლის მოდელი მივცეთ რა. და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მე ეხა რაღაც კონკრეტული ბიზნეს მოდელი გვაქვს, რომელიცაც გჯერა, რომ ძალიან მაგრად იმუშავებს, ოდესაც ამას გავუშვებთ რა. იმიტომ რომ მოდელს ვცვლით რაღაცას, მაგიტო ვიცახე ეს პატარა რაღაცა გამოსწორება არის, პირობითად რაღაცა სექტორის ადამიანები არიან დემოტივირებულები, იმიტომ რომ მათ დაქირავებული კომპანიები რაღაცა ყველა ერთნაირად სულად ექცევა რა. და აქ ცვლი რა, რაღაცას აძლევ მეტ თავისუფლებას, მეტი ფულის შოვნის შესაძლებლობას, საერთოდ არაფერს არ ეუბნები, რომ მიდი შენი ბიზნესი აგერ ადექი და აკეთე ფული და იცვლება რაღაცეები, ხვდები? ხო და აი ეგეთ რაღაცებზე არის მნიშვნელოვანი ის და როდესაც შენ გაქვს ბიზნეს გეგმა, ხო და აი მაგალითად აი კითხვებს როცა გისვავენ რა, ხო? აი იმ კითხვებზე უნდა გქონდეს აი ძალიან მკაფიო ლოგიკური არგუმენტი. აი ეგ არის სტრატეგია რა, იმიტომ რომ სინამდვილეში ხო ყველაფერი სტრატეგია არის. ყველაფერი არის მენეჯერული სტრატეგია, მთელი იდეა რა არის, ნახე. არის ესეთი დღეს ახლა მაგალითად აკადემიაში მქონდა მეცადინეობა და ზუსტად მოზარდებთ ამ სხვაჩვენს და ახლა მოზარდებს რაღაც ამ თემას უხსნედი რა, ყველაფერი რასაც არ უნდა აკეთებდე არის სულ სამი რაღაც. პირველი სად ვართ ახლა, მეორე სად გვინდა რომ ვიყოთ და მესამე არის როგორ გვინდა რომ მივიდეთ. ეს ყველაფერი ხდება KPI-ის საშუალებით, არ ვიცი რა, გაყიდვები გვაქვს რამდენი გვინდა რომ გქონდეს, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. და აი ეს უნდა გქონდეს ლოგიკურად მოფიქრებული, ხვდები? ეს თუ ლოგიკურად გაქვს მოფიქრებული, ამის იმპლემენტაცია არაფერი არ არის. ძალიან მარტივი არის. ხვდები? ხო და იგივე არის ამ ბიზნესთან დაკავშირებითაც, შენი ამოცანა არის, რომ ძალიან მაგრად დააგეგმარო, რომ ვერავინ ვერ ჩაგჭრას რაღაცაში. აი კიდევ მე ძალიან მომწონს აი სამხედრო თემა, რომელიც არის აი ამერიკის შეერთებული შტატების პროფესიონალიზმის თემა რა, ხვდები? რომ ატიპებს ყველაფერი აქვს გათვლილი, თავიდან ყველა შესაძლო ვარიანტი აქვს გათვლილი, რაც შეიძლება მოხდეს ომში რა და ჩვენ აქ რატომღაც გავდივართ ომში, ბიზნეს ომში ამ შემთხვევაში, აი ამ გათვლების გარეშე რა, არა უეჭველი რაღაცა იქნება. რაღაცა შეიძლება იყოს და შეიძლება გაგიმართოს, ახლა რა თქმა უნდა იყველი არსებობს. რაღაცა თვალსაზრისით, მაგრამ მე არ მიმართლებს. ამიტომ მთელი ცხოვრება მიწევს ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად გავთვალო, მოვიფიქრო და ასე შემდეგ რა და მე რაღაც კი შეიძლება რაღაცა გამაზო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა უშვებ იმ მომენტში დარწმუნებული უნდა იყო, რომ აი კი ხო ხტები, აი იქ აი ამ მიზანს როგორ მივაღწევ, აი ეს რა იქნება ჩემი მიზანი, ამას ისეთი თემაა რა, ხო ხტები თუ ორჭოფო პრობლემა გაქვს, არ უნდა დახარჯო ამაში ფული რა. ხტები და მე ხარ რას ვაკეთებ, იცი, ყველაზე მთავარი იდეა გინეკითხა რა არის, სულ ვეძებ პრობლემებს, სულ ვუსმენ ხალხს, რაზე წუწუნებს.
რა არ მოწონს. ეს როგორი ძვირია, ეს ვერ ვიშოვე, ამის ყიდვა მინდოდა სადღაც და ანუ სულ მაგას უყურებ, ხვდები, ანუ მთელი და იდეები მომდის, ანუ ძალიან ბევრი ხა ჩემი გუნდის წევრებსაც, დღეს ვეუბნებოდი რაღაცა ხა ტყემალი. ანუ ჩემთან აკადემიაში საკმაოდ ბევრი ადამიანი სწავლობს, რაღაც 150-მდე მარტო უფროსები, ანუ ერთდროულად რო სწავლობს ამდენი ადამიანი, ხა ამათ დავს შეკითხოთ თქვენი საყვარელი ტყემალი რომელია თქო რა. ტყემ ბრენდი ტყემალი რა. ანუ პასუხი ვერ გაინტერესებს, ანუ პასუხი არა აქვს. ანუ გემო ტყემლის უნივერსალურად კარგი არ არის ბაზარზე. არ არის. პასუხი ყველაზე მაგარი იყო იცი? ბებოს ტყემალი, ბებია ჩემი მაგარ ტყემალს აკეთებდა და ის, ანუ ნახე რა არის. და ეს სადამდე მივედი, ანუ ტესტავ, ყიდულობ სხვადასხვა იმას და არ მომწონს. ანუ მეც ის რაღაცა ბავშვობის გემოს რაღაც ის ტყემალი უფრო მომწონს. ხო და ანუ ვერა, იმიტომ რომ რაღაცა გემოს ტოვებს. ანუ სადა აქვს პრობლემა რა? პრობლემა აქვს იმაში, რომ ან გემოს ვერ სვავს, ან მეორე აქვს წარმოების არასტაბილურობა აქვს. ან შეიძლება აკეთებენ რაღაც რომ აწარმოებენ ბევრს, მე რაღაცას უმატებენ რომ არ გაფუჭდეს და მე არ აწარმოებენ, როცა სეზონი არ არის. მოკლედ ანუ ძალიან ის არის ცუდი ისეთ მაგრამ ეს არის შესაძლებლობა რა ანუ ესე დადიხარ ეძებ რაღაცა ვარიანტს აი სადღაც არ მოგეწონა რავი ტყემალი ვერ ვიყიდა შენ ტყემლის ბიზნესი შვენიერი შესაძლებლობაა რომელიც შეგიძლია საერთოდ არ შეიტანო მაღაზიებში და ადგეს 3 ლიტრიანი იმითი კილებით გაყიდო იმითი Facebook-ის საშუალებით ფანტასტიკურად გაყიდე თუ შენ გექნება რაღაც მაგარი შეთავაზება იმისთვის რა გემო გარანტიის თემა ამ შემთხვევაში რა იპოვე პრობლემა მოაგვარე ეს პრობლემა და ახარ დაგჭირდება ხო ან შეიძლება ნახე ან შეიძლება რა არის ეს პრობლემა არ იყოს რა მაგრამ არის ფარული საჭიროება რა რომელიც შენთვის შესაძლებლობა არის ანუ რაღაცა უნდა იმას ხვდები ადამიანს ამას არის ახლა პრობლემის დონეზე ამას არ აღიქვავს მაგრამ რა მაგარი არის აი რა მაგარია ხვდები ეგ არის აი მაგალითად ჩვენაც გავაკეთეთ ანუ ჩვენ გვაგაკეთებული ორი სხვადასხვა პლატფორმა რა ერთ-ერთი პლატფორმა უძრავი ქონების არის ესეთი რა რომ შენ მაგალითად რო გინდოდეს თბილისში ბინის ყიდვა ხო ჩვენ შეგვიძლია რომ 3 საათში შენ გითხრათ შენი მოთხოვნების შესაბამისად რომელი დეველოპერი რას შემოგთავაზებს ხვდები ანუ შენ შეგიძლია ხა წახვიდე და ეძებო ეს დეველოპერები არ ყვიო ვინ არის კარგი რა არის ვინ რას გთავაზობს რა ვარიანტები აქვს და ნუ ხო წარმოგიდგენია ხა რა დროს დახარჯავ რა ანუ ალბათ შეიძლება იყოს რა 4 თვე და კიდე რაღაც უზარმაზარი დრო და ენერგია და კიდე პარკინგი ძალკე და ხვდები და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება 3 საათში მაგრამ ეს პრობლემა არ ყოფილა გესმის ანუ პრობლემა არ იყო ის მაგრამ ეს იყო აი რა მომენტი იცი აი როგორ შეიძლება რომ აი ხარისხი აი რაღაცა user experience-ი გამოასწორო ხვდები აი ის რაღაცა რომ ის უფრო მაგარი იყოს აი ეს იყო მაგალითად ეს იდეა იყო წეგან რომელსაც ყვებოდი ეგ იყო რომელიც ვერავინ ვერ დაბლოკა ხვდები ანუ ვერავინ ვერ თქვა რატომ არ იმუშავებდა ეს იდეა რა ანუ მე იმდენად მაგრად მომეწონა ეგ იდეა რა რომ დავიწყე ამის ძებნა რომ ვინმეს აქვს ადმე გაკეთებული და ამის ანალოგი ვერ ვნახე ვერსად ხვდები და ანუ იმდენად მაგარი მომეჩვენა თავიდან რომ მე თვითონ არ მჯეროდა რომ ეგეთ მაგარი იდეა როგორ მოვიდა რა ხო და აი ამ ტესტირებების და იმის შედეგად საბოლოო ჯამში მივედი იქამდე რომ ეს იდეა ეხლა მუშაობს რა ვიცი ფანტასტიკურ შედეგებს დებს რა ხო ხვდები აი ესეთი რაღაცეებით არის შესაძლებელი და აქ არ არის მთავარი მე გაყიდვა საერთოდ მთავარი აი ეხლა მოკიდე ხა გულსფრთხილად თქვი რა ბინის ყიდვა რო გინდოდეს ბინის ყიდვა რო გინდოდეს ხო მინიმუმ დამირეკავ კი რა თქმა უნდა ხო და მე არც არაფერი არ მინდა ანუ შენ ჩემი პოტენციური კლიენტი იქნება და მე არის რა რომ უკვე მე უნდა მოველაპარაკო ჩემს პარტნიორებს რომ შენ გაიკეთონ კარგი პირობები რა და ეს შემიძლია გავაკეთო ძალიან სწრაფად იმიტომ რომ ეს სოფტი მაქვს ამ შემთხვევაში ხვდები ხო და ეგ თემა არის ნახე ანუ ოფერ ისეთ რაღაცას გეუბნები რომელიც ჩემთვის ოკეია მისაღები არის რა აქედან გამომდინარე რა უნდა გავყიდო ხვდები ანუ მარაფერი არ მაგასაყიდი აგერ არის და მე თუ დავამთხვიე შენს მოთხოვნების შესაბამისი რაღაცა კაი ვარიანტი გამოჩნდა ოკეი შენ იყიდი ამ შემთხვევაში ხვდები ნუ იქ არის რა რომ ცოტა ახსნა ჭირდება რომ გიღირს არ გიღირს და ასე შემდეგ მე შენი შესაძლებლობები და ეს ხო ანუ ხვდები არ არის რთული გასაყიდი რა
მთავარი პროდუქტი უნდა მოარგო რა, რომელიც იმას მოერგება იმის შესაძლებლობებს და გემოვნებას, იმიტომ რომ უძრავი ქონების ყიდვა არ არის მარტივი თემა რა. ეხლა როცა თან როგორ იცი, შენ ხო გიწევს მე შენი ფილტრის, იმიტომ რომ შენ გინდა ასეთი, ეგეთ ბინას ვერ გააზრო ბაზარზე და თან გინდა იმ ფასად, რა ფასადაც საერთოდ ვერ ნახავ რა და იმ ლოკაციაზე. ხო ხტები და ეხლა მე გიწევს რა, რომ იმისი აღიარება გიწევს, რომ იცი, აი ეს ჩემი ოცნების ბინა, ამ ჩემ ბიუჯეტში არ გამბოვა და ასე შემდეგ და აი რაც გამოვა, აი ეგ არის უკვე ჩვენი საქმე რა, ხო ხტები რომ შენ დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც არის ეხლა, მაგრამ ჩვენ საუკეთესო შეთავაზება გვიჭირავს ხელში რამდენიმე. ამიტომ ამაზე კაი ვარიანტი ეხლა არ იქნება. თან მეორე მხრივ შენ იცი ის, რომ მომავალში უარესი პირობები იქნება, იმიტომ რომ ფასები ქვემოთ არ წამოვა. აქედან გამომდინარე დროულად თუ მიიღებ გადაწყვეტილებას, რა ვიცი, ეგ არის. ხო, ახლა შენ საუბრობ იდეებზე რომ საუბრობ ავტომატურად, აი გინათდება სახე და გასხივოსნებული ხარ, ანუ სტანდარტულად როგორც უნდა იყოს ენტერპრენერი და იდეების გენერატორი, ანუ ერთ-ერთში. კი, ცოტა ისე ნეგატიურად ისე დავიწყე, ჩაკეტილად დავიწყე და მე გამბეხსნა. ხო, და ძალიან მაგარია ეს ამბავი და რო გისმენ ხვდები, რომ რეალურად იქ ხარ, სადაც უნდა იყო იმ გადმოსახედიდან, რომ ენტერპრენერი არის იდეების გენერატორი. უბრალოდ, როდესაც დაიწყე გზა თავიდან, როდესაც სტარტაპერი იყავი, დაგჭირდა გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მოსულიყავი აქამდე. რამდენი წელი გავიდა? 1-20 წელიწადზე მეტი, ხო? არა, იცი რა არის, მე TBC ჯგუფში ვიყავი 13 წლის განმავლობაში და იმის მერე 11 წელი არის, რაც წამოვედი TBC-დან, აღარ ვარ. თუმცა პირველი ბიზნესი რო გავაკეთეთ, მე და ჩემო მეგობრებმა, ეგ იყო 2006-7 წლები რა. ეს იყო პირველი. ანუ სადაც ხო 20 წელი გამოვიდა. 20 წლის მე ხო ძალიან ბევრი ფეილი იყო, ან ძალიან ბევრი ბიზნესი გამოვიდა. აი, მანდ მივდიოდი ზუსტად. აი, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველა გადის ამ ფეილს. წარმოუდგენელია, ეხა გენიოსებიც კი გადიან. იცი რა არის, არ გავივლიდი. ეს ცოდნა რო არ მქონოდა. რაც მაქვს ეხლა. ამიტომ ვეუბნები ეხლა ჩემ სტუდენტებსაც და ზოგადად ყველას, რომ ჯერ უნდა ისწავლო და თან ამ სწავლას 20 წელი არ ჭირდება რა. ანუ სინამდვილეში ბევრად უფრო მალე არის შესაძლებელი ამის სწავლა. მე თვითონ მასწავლე მაგას ხვდები, რომ აი ეს ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი key point-ები დაიჭირო, განავითარო შენი მენეჯერული უნარი და მე ანუ კაი მენეჯერი თუ ხდები, ანუ მენეჯერის ქვეშ გულისხმობ ყველაფერი იცი, რაც მართვას ეხება, მათ შორის გაყიდვებსაც. ამას თუ ამუღამებ, ანუ ბევრად მარტივი არის რა. ძალიან მარტივი არის მე რაღაცების გაკეთება და ჩვენთან აკადემიაში რასაც ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მე მაგ გაკეთებული კიდე ერთი ესეთი პროდუქტი ამ აკადემიაში, ეს არის სიმულატორი. ეს სიმულატორი არის როგორ რაღაც ეცი არის მარკსტრატი არის, ეგეთი ბიზნეს თამაში არის. მეგონა ამერიკაში არის პოპულარული. იქიდან იმისი ის ვითამაშე 2004 წელს პირველად რა. ეს არის ბიზნეს სიმულატორი, სადაც იღებ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ეს სიმულატორი აკეთებს გადათამაშებას და შენ იღებ შედეგებს, რომ აი ბაზარზე რა მოხდა მას შემდეგ, რაც შენ მიიღე გადაწყვეტილებები რა. რომ მე შეაფასო, რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღე, ხვდები, რამდენად მაგარი მენეჯერი ხარ. ეხლა პირველად რო ვითამაშე წავაგე რა, მაგრამ ეხლა რა მომცა, იცი, AI რო განვითარდა, მომეცა საშუალება, რომ იქ ალგორითმებით იყო, რაც კოდით ჰქონდათ ეს გაკეთებული, რა ძალიან რთული კოდი იქნებოდა, ხო, წარმოგიდგენია 2004-ში რა. ეხა AI არის რა და AI მომცა საშუალება რომ ეს გამეკეთებინა რა და ეხა მე მაქვს იმის ანალოგია უფრო უკეთესი მაქვს, იმიტომ რომ ყველა სფეროს ეხება რა, იქ მარტო მარკეტინგული თემები იყო და ეხა აქ ყველა სფეროს ეხება და ამაზე ვაკეთებთ ეხა ჩვენ ვარჯიშობთ აკადემიაში, ანუ გუნდებად არიან ადამიანები გაყოფილი და აქვთ რა, რომ ბიზნეს კეისი აქვთ გაკოტრების პირას არსებული კომპანიის, რომელიც უნდა ამოქაჩონ რა. და თითოეული გადაწყვეტილებები მე მიდის აი ამ სიმულატორში, სიმულატორი აკეთებს გადათამაშებას და უბრუნებს პასუხს, რომ შენი გადაწყვეტილებების მიხედვით აი ეს რაღაცა მოხდა რა. თან რა აქ სიმულატორზე ძალიან საინტერესო რაღაცები აქვს, რომ თუ რაღაცა თემას არ მიაქცია ყურადღება, მაგალითად ხარისხი გამოგ რომ ხარისხზე რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რას ვაკეთებთ რა. ანუ იქ გექნება პრობლემა მომავალ წელს, ხვდები? თან კიდე როგორ არის, რომ ისე ჩადებული ამ კოდში, რომ ყოველ გადათამაშების ან ყოველი წლის მერე რაღაცა ცუდი ხდება ბიზნესში.
ისეთ მოულოდნელი ცუდი ხდება. იმიტომ რომ რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს და საბოლოო ჯამში გამოვიდა რა სიმულატორი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ აი ეს მანამ დაიწყნენ რაღაც ის იმას საკუთარი თავი გამოცადონ რა მაგარი მენეჯერი ვარ. შემილია კრიზისული კომპანიის მართვა არის ყველაზე რთული, ხვდები და მე ხა სამჯერ მაქვს ეგ გამოცდილება მიღებული ჩემს ეს თქო ცხოვრებაში, როდესაც დაქირავებული ვიყავი ჯერ კიდე მაშინ, როდესაც კრიზის მენეჯერი ვიყავი რა. რაღაც ეს კრიზისული ამოცანები მქონდა გადასალახი და ჯამში ვიმუშავე ამ თემაზე ამდენი 2008 ესე ამ ნეგამოვიდა ხო 7-8 წელი ვიმუშავე ამ თემებში რა ანუ სამ პროექტზე სულ ჯამში დავხარჯე 8 წელი ანუ 8 წლის განმავლობაში ამ კრიზის მენეჯერი ვიყავი რა და აი კრიზის მენეჯერი თუ ხარ მაგარი მე ყველაფერი გაგიადვილდება ხვდები ხო და აი ეგ არის ისეთი რა აი ამის სწავლა შეგიძლია შენ თავი შეგიძლია გამოცადო ეგ სწორედ თუ მინდა როცა მიხვდები რომ შენ უკვე დამუღამებული ხარ ძალიან მაგრად მზად ხარ უკვე ხვდები ამაში შენ ფული არ დაიკარგია რა ხვდები იმიტომ რომ ვირტუალურად გააკეთე ხო და ესეც სტარტაპი არის რა კიდევ ერთი ახალი ეს თქო ეს ჩვენი აკადემია მოზარდებისთვის და დიდებისთვის რომელსაც ეს ახალი რაღაცა დაუმატეთ რა და ნუ თავიდანვე მენეჯერულ სკილებს იძენს ეგრე გამოდის ეგრევე იძენს რა ანუ ეგრევე იძენს ისე როგორ იყო ისე არის ლექციაზე ხმანამ შენ რაღაც თემას მოუყვები და აუხსნი და აქ ეგრევე სწავლობენ რა ანუ ეგრევე და ეს დასავლური მეთოდი არის რომელიც ძალიან ეფექტური არის უბრალოდ ვერ ვაკეთებდი ხა ამ სიმულატორს მე ვერ ვიზამდი რა ძალიან რთული თემა იყო მაგრამ აი პრობლემა მომიგვარა შესაბამისად ეს გამოვიყენე ძალიან მაგრად რა ამიტომ რა ვიცი ხა აი ვერ აგიხსენ როგორი აზარტი არის დიდებშიც და პატარებშიც და რამხელა მუღამი აქვს აი ამ თემაში ამის გამოძრომის რა ხო ხდება ხო აი რა გისმენ უფრო ვწმუნდები რომ აი სეილსმენი ხარ ფაქტიურად იმიტომ რომ ძალიან მაგარია ანუ იდეების თვალსაზრისითაც, პროდუქტების კუთხითაც და იცი რა, სეილსმენი არა ვარ სინამდვილეში რა. ბუნებით ხარ. არა, სეილსმენი არა ვარ რა. ანუ როგორი რაღაცა იცი, კარგად შემილია რომ გავყიდო, მაგრამ იმისაც რომ კარგად გავყიდო, ვარ კარგი სტრატეგი უფრო ვარ. ანუ სტრატეგი რას ნიშნავს? იცი სტრატეგიულად სწორედ ვგეგმავ რაღაცას, რომ მე გამიადვილდეს გაყიდვა რა. გესმის თორე მე ცუდ პროდუქტს არ მოგყიდი. ანუ ყოველ შემთხვევაში თუ მე ვიცი რომ ცუდი პროდუქტია, მაგას არც მოგყიდი, ხვდები? ანუ მე თუ არა ვარ ახტოვანებული, რატომ გავყიდო რა, აი რატო? ხო რა აზრია, ხა მით უმეტეს მე არ მაქვს ამისი უკაკეთების უფლება. იმიტომ რომ აი წეგანდითაც დავიწყეთ საუბარი, ანუ დიდი პასუხისგებლობა მაქვს, იმიტომ რომ პერსონალური ბრენდი ვარ და ჩემს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, ხვდები? და აი ეგ არის რა, ეგ არის მთავარი თემა, ხვდები? აი გესმის, აი ხო ხვდები, სტრატეგია რას ნიშნავს? აი წეგანასაც ვიზახტე, რომ მიდიხარ მოლაპარაკებაზე და ყველაფერი რო იქნება დალაგებული, ხო? ეხლა ნახე რა თემა არის, ხო მე ხო არ ვცდილობ ხარ რომ შენ, ანუ მაშინ არ ვარ მოლაპარაკების პროცესში არ უბრალოდ გიყვებით და მე რას გაძლევ, ნახე იცი რომ შენ ხარ რაც არ უნდა დამისვა შეკითხვა, ანუ აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე მაქვს პასუხი რა. ხვდები, ხა რო ყიდიდე, ცოტა სხვანაირად დავიწყებდი ამ ტიპის საუბარს რა, იმიტომ რომ ეს ეტაპებად მაქვს ეს ყველაფერი დალაგებული. ჩემი თემები რა თემებითაც მე მივდივარ სალაპარაკოთ, ხო? მე ვიცი როგორც მაგ დალაგებული რა. ნუ ხანდახან ცული ხოლმე რა, ვატყობ რომ რაღაც არ მომეწონა, რაღაც სხვანაირად გავაკეთე რა. ანუ არ მეტი არაფერი არ არის რა. და ხალხს გონია რომ იდეა არის მთავარი, იდეა არ არის მთავარი რა. მთავარი არის აი ამის ესე ვთქვათ, პირველ რიგში მთლიანად ამ იდეის გარდაქმნა მაგარ გეგმაში და მე ამის იმპლემენტაცია. ეს არის თუ მარტო იდეა არაფერი არ არის რა. სტრატეგია უფრო მნიშვნელოვანი არის თუ დისციპლინა? ხო იცი ჩემ პასუხი რაც ქნება რა. ანუ ამ დროს არ ვარჩევ ხოლმე რა, ან ერთს ან მეორეს. კლიანობაში არის ხო? ორივე რა. ხო, ორივე მნიშვნელოვანია. მასე ვერ ეტყვი რა, ორივე. ოკეი. აი, ანუ იმ ბევრი ინფორმაცია მივიღე ძალიან. მე თვითონაც 9 წლიანი გამოცდილება მაქვს გაყიდვებში, საბანკო სფეროში ვიყავი 9 წელი და ბევრი რამ გამახსენდა საუბრიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემამჩნია, შენ თუ თვალები არ გიბრწყინავს, როდესაც საუბრობ შენს კომპანიაზე, ან შენს პროდუქტზე, აზრი არ აქვს. ანუ აი ეგრე არის რა, მე ესე ვარ ხოლმე, ანუ ჩემს პროდუქტებზე, აი რა პროდუქტებიც ვარ, შემიძლია ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკო რა.
და ეს სწორი არის რა, ანუ ყველა ენტერპრენერი ეგეთი არის რა, იმიტომ რომ იმასაც გათვლილია ყველაფერი და შეგვიძლია მოუყვეს რომ ჯერ როგორ ანუ მართლა შემილია, ანუ აბსოლუტურად ყველა პროდუქტის, მათ შორის ყველა ფეილის ძალიან დეტალური ისტორია მახსოვს, თავის ნაბიჯ რა არის მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, სად დაუშვით შეცდომა, მერე რა იყო და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი რა. შეგიძლია რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ეხლა ცოტა ისეთია, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, როგორც დამწყებ ბიზნესმენს, რომელსაც გავითვალისწინებ და იცი რა არის, გაყიდვები ისწავლეთ ხო არ გეტყვი მაგას პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ზოგადად მენეჯმენტი. მარტო გაყიდვებს თუ უყურებ რაღაცები იმაზება რა. მარტო გაყიდვები არ დროებით ხელფასი რო ქონდეს. ოკეი. თუ შენ გრძელვადიანად უყურებ ცხოვრებას და ეხლა შენზე არა მაქვს ამ შემთხვევაში ზოგადად მაყურებელზე მაქვს საუბარი გრძელვადიანად თუ უყურებ ცხოვრებას, სხვანაირად უნდა შეხედო საკითხს რა, რომ მე მივდივარ სადღაც და ეს ყველაფერი მაგ გასავლელი, შეიძლება გაყიდვები დავიწყო, მაგრამ ჯამში არის რა, რომ მენეჯმენტის ექსპერტი უნდა გახდე. მარტივია, სხვანაირად არ გამოვა. ანუ არ არსებობს. ანუ ვინ როგორ სწავლობს მაგას ეგ არის, თორე ვინც კი წარმატებული მეწარმე არის, ან წარმატებული ტოპ მენეჯერი, ან კავშირ ვის შოულობს ფულს, ყველა არის მენეჯმენტის ექსპერტი. პირდაპირ გეუბნები რა. ან კარიერით აკეთებენ და კარიერაში ისე ვერ გააკეთებ იმას და შენი საკუთარი ბიზნესი თუ გაქვს, ან თუ არა ხარ მენეჯმენტის ექსპერტი საბოლოო ჯამში, ვერაფერს ვერ გაყოლ გააშენ როგორ ხდები ექსპერტი. შენ შეიძლება შენ შეცდომებზე ისწავლო რა და რატომ უნდა ისწავლო. შენ შეცდომებზე და იცვალო ძალიან ბევრი ხო, მაშინ როდესაც შენ შეგიძლია ეს გააკეთო. ანუ ნახე, პირველ რიგში არის რა, რომ შენ არ იქნები მზად ყველა გამოწვევისთვის. მაგრამ მინიმუმ რაში უნდა იყო იცი დარწმუნებული, შენ თავში უნდა იყო დარწმუნებული რა, რომ შენ ხარ მაგარი ისეთ დონეზე, რომ რა პრობლემაა რა, ანუ რა უნდა, ანუ მე უნდა გავაკეთო რა, უნდა თქვა სადავარ, უნდა თქვა მე ახალი KPI უნდა დავიწესო მიზნად, რომ ეს KPI-ები არის მისაღწევი და მე უნდა მოვიფიქრო როგორ ვაკეთებ ამას. ანუ შესაბამისი ცოდნა მაქვს, ეს ცოდნა მაძლევს მე თვითრწმენას რომ ეს გავაკეთო. აი ეს თვითრწმენა როცა გააქვს უკვე რა, ხვდები? აი როგორი თვითრწმენა უნდა იყოს, იცი, ალალი, არა მოტივირებული თვითრწმენა, რომ აი ასნია ვიზამ, არა ეგრე არა. აი იმენ ალალად უნდა კონდეს, რომ რავი, ანუ აი, ხოიცი, ერთი წამითაც რო არ ნერვიულობ ამაზე, როცა ფიქრობ, რომ აი იქნება არ გამოვა. აი მე მაგალითად ესე ვარ რა, ვეძებს იდეებს ახალს, იმიტომ რომ შემიძლია რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ფანტასტიკური გუნდი მყავს. თუმცა საკ თავისი მიმართულებები, სხვადასხვა კიდე ერთი ძალიან საინტერესო ის მაქვს რა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ყველა ჰიბრიდულ მოდელზე. ანუ ყველას აქვს თავისი KPI-ები, აი ამ KPI-ების მიხედვით ყველა საქმიანობა იზომება და ყველა არის თავისუფალი, ანუ თავისუფალი ცხოვრება. გინდა კვირას იმუშავე, გინდა ორშაბათს, ჩემს ვერთია რა. ანუ არის სისტემა, ამ სისტემის თემაში რაღაცა წესები არის, ეს წესები დაიცავი და დანარჩენი თავისუფალი ხარ. ხვდები და ეს მაძლევს რა საშუალებას, იცი რომ ძალიან კარგი ადამიანები მოვიზიდო, რომელთაც თან ამავდროულად არ უნდა ძალიან ძიმე შრომა რა, აი 10-დან 7-მდე და მე ეს ანუ ძალიან სხვანაირი გუნდი არის რა და თან ისეთი გუნდი არის, რომელიც ცოტა ისე აქვს რა, აი ცოტა თავისუფლები არიან, ხვდები, ის არა აქვთ რა და მეც შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით არ ვაკეთებ ისე რომ აი ბოლომდე ჩავაჭირო რომ გინდა თუ არა ბოლომდე 100% დაიხარჯი, არა, მაგრამ ვიცი რომ ამ სილაღეს უტოვებ რა, თავისუფლებას უტოვებ ამ გუნდს და ისინიც მუღამიანად არიან ამ თემაში ჩართულები რა, ხო ხდები საბოლოო ჯამში და ამაგასაც მნიშვნელობა აქვს. აი ნახე, ესეც არის, ისეც არის, ეს ყველაფერი არის მენეჯმენტი რა. აი პირველ რიგში უნდა მოიპოვო ეს თვითრწმენა. და ამის გაკეთება არის შესაძლებელი აკადემიაში, იმიტომ რომ აკადემია მაგისტვის გავაკეთეთ საბოლოო ჯამში, ხვდები? თუ სწორი KPI გაქვს ჩასმული, სწორი დამოკიდებულება გაქვს, ანუ მენეჯმენტის კუთხით, რაც თქვი აბსოლუტურად გეთანხმები, ყოველდღიურად ხვდები ბიზნესის მფლობელებს და უმრავლესობის კომენტარი არის მასწავლე, სადმე ხო არ გაქვს ჩაწერილი, მომასმენინე, ადამიანების მართვა და ზოგადად მენეჯმენტი, რომელიც არის საბაზისო. ეს არის ბაზა. კი, ახლა ინერციით წახვალ, რაღაცას გააკეთებ, მაგრამ ან ისწავლი გზადაგზა, ან წაიქცევი, ან დანებდები, მოკლედ მილიონი ვარიანტია. კარგი.
ბოლო კითხვა მინდა რომ დავსვა. ეთანხმები თუ არა იმ გამონათქვამს, რომ იმისთვის რომ პროდუქტი გაყიდო, ჯერ საკუთარი თავი უნდა გაყიდო. იმისათვის რომ პროდუქტი გაყიდო, ჯერ საკუთარი თავი უნდა გაყიდო? იცი რა არის? ალბათ აქაც გააჩნია არის რა პროდუქტზე არის საუბარი რა. ნახე. არსებობს პროდუქტები, მაგალითად FMCG სექტორიდან, შოკოლადი რა. შოკოლადის გასაყიდად საკუთარი თავის გაყიდვა არ სჭირდება ხო დაუკვირდეთ რა. ხოხტები. თუმცა ეს არის ალბათ ცოტა სხვა რაღაც. მე ამის რასაც მივხვდი, რასაც გულისხმობ და მაგის ფორმულირებას შევცვლი რა. მე მაგალითად ხა ძალიან დიდი ხანი ამ ფრაზას ვიყენებ რა. ადამიანს უცა ხვდები რა. რომელიც არის შენი პოტენციური პარტნიორი, ხო? ისეთ ურთიერთობაში უნდა შეხვიდე, რომ მან გარკვეული პერიოდის მერე გთხოვოს შვილის მონაცვლა. ანუ ამას ეგ არის ურთიერთობები არის რა ძალიან ეს. ამიტომ არის ხოლმე რა მე სადაც რომ მივიდივარ რაღაც მილიონი ნაცნობ ყველას მჩერდები რა შვები როგორ ახარ სუ ის მაქვს. იმიტომ რომ ამ ურთიერთობას ვუფრთხილდები რა მაქსიმალურად ხვდები. იმიტომ რომ ეგ მე ყველას გვადგება რა იმათაც გამოადგებათ მეც გამომადგება და ასე შემდეგ და ეს კაი ურთიერთობები საქმე ნეტვორკინგია საბოლოო ჯამში რა. ამიტომ ალბათ ვფიქრობ რომ მინიმუმ ნაცნობების შეძენაც საკმარისი არის ამ თემისთვის ყოველგვარი ზედმეტი იმის საკუთარი თავის გაყიდვის გაშ. ანუ მოკლედ გაყიდვები რა მოკვდა რა. ან კვდება მოდი ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ცოტა უფრო მაღალ დონეზე უნდა შეხედო ამ თემას, მაღალ დონეზე არის შეთანხმებები. ანუ შეთანხმებები, იმიტომ რომ მოლაპარაკებები ბევრად უფრო რთული თემა არის რა. თუნდაც ახლა სოფლიო პოლიტიკაშიაც ხდება, თავიდან ბოლომდე მოლაპარაკებები არის. ან მოლაპარაკებების სტრატეგია ერთ და იგივეა ჩათვალე რა. სულები არის, ჭადრაკს თამაშობ. ოქტომბერ ჯერ ამას ვიზამ, მე იმას აბსოლუტურად ერთი და იგივე არის. ოღონ ეს რომ კიდე სხვანაირად ეს თქვა გადავახურდავოთ, ეს გადაწყვეტილებები რომ ეხლა მე მოგთხოვ პირობითად რაღაცა, არ ვიცი, ამ სკამის მოყიდვას ჩემთვის, ხო? ეს რა არის საბოლოო ჯამში, ეს არის მოლაპარაკების ხრიკი არა, სტრატეგიული სვლა არის რა. რომ მოდი ამას გავაკეთებ, ამ საბოლოო ჯამში ყველაფერი არის გადაწყვეტილებები. ანუ ეხლა რა გითხრა და აი ამ ფრაზას რო დავამთავრებ, მე რაზე გავამახვილო ყურადღება რომ შენი პოდკასტი გამოვიდეს უფრო საინტერესო, ეგეც არის ჩემი გადაწყვეტილება. ანუ სულ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ანუ სულ მენეჯმენტია რა საბოლოო ჯამში, უბრალოდ მენეჯმენტი რომ ეფექტური იყოს, უნდა გესმოდეს ბევრი სხვადასხვა რაღაცა ცოდნა გქონდეს, რომ იმ საკითხებში იყო უფრო ეფექტური. მეტი არაფერი რა. კი ბატონო. თავარი არის რა ბოლოსკენ რომ დავამოტივიროთ ხალხი რომ ასე ვთქვათ, მეგობრებო, ვის გიყურებთ, იცოდეთ რომ ყველაფერი შეგიძლიათ რა. არის ყველაფერი სწავლებადი და თან არის ძალიან მარტივად სწავლებადი სინამდვილეში. უბრალოდ სწორი გზით უნდა წახვიდეთ. თუ წახვალთ, არ ვიცი, მილიონი წიგნის წაკითხვით, რომელიც მე მაგ გამოვლილი, რასაც 800-მდე წიგნი წავიკითხე ბიზნესზე და აქედან უმეტესობა აბსოლუტური სისულელე იყო რა. ანუ არსებობს ახლა დღევანდელი AI-ის დახმარებით და ცოდნის მიღების შესაძლებლობა ბევრად უფრო მაღალი არის. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ მიიღო გადაწყვეტილება რომ მინდა კი ეს მინდა, მე ამას გავაკეთებ. კი. დანარჩენი მე უბრალოდ ეს მაქედან იწყება ცვლილება. ხო. კი ბატონო. თავი ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება, წაიღებენ ინფორმაციას. მე რაც მიმაქვს არის ის რომ გაყიდვები მოკვდა და ეხლა არის მოლაპარაკებები, მარტივად რომ შეთანხმებები, მარტივ ფორმულაში რომ ჩავსვა, მე ვცდილობ ხოლმე ყველაფერი გავამარტივო. ეს არის ჩემი სტრატეგია. და ესე მოგაწოდოთ მოკლედ ეს ინფორმაცია, წარმატებები ყველაფერში. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. რა მომეწონა ამ პოდკასტში და რა იყო განსხვავებული? ალბათ ის რომ სხვა პოდკასტებიდან რომელიც მე მინახავს და ხანდახან უყურებ ხოლმე როცა თავისუფალი დრო მაქვს არ იყო თემებს შორის ძალიან დიდი ესე ვთქვათ გადახტომა იმიტომ რომ რაღაც ერთი თემის გარშემო საუბრობდი და ამიტომ ვფიქრობ ეს პოდკასტი საინტერესო იქნება მსმენელისთვის და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს არის უშუალოდ წამყვანის დამოკიდებულება როგორ გისმენს როგორ შეკითხვებს გისვამს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი, რომელიც შენი, ასე ვთქვათ, მასპინძელია, რამდენად კეთილგანწყობილი არის, რამდენად მომღიმარი არის და აი ამ ღიმილით და აი ამ დადებითი ემოციებით რამდენად ახერხებს შენს მოტივირებას, რომ შენ გააგრძელო საუბარი და ეს შენი საუბარი იყოს ინსპირაციით სავსე. ასე რომ, რა ვიცი, მადლობა.
საინტერესო გამოცდილებისთვის.